გაგაცნობ დღის ეს რიგს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ფრაქციის შექმნის შესახებ ცნობის მიღების თაობაზე აღნიშნულთან დაკავშირებით გააკეთებს განცხადებას საპროცედურო და სამანდატო კომისიის თავმჯდომარე ბატონი ზურაბ ინდორაშვილი. მეორე საკითხი არის გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი თავმჯდომარე ზაქარია ეგანაშვილის განცხადების განხილვისა და მესამე გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ. მეოთხე საკითხი გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის დასანიშნად დასატარებელ ღონისძიებათა შესახებ. მეხუთე საკითხი სხვადასხვა საკითხებშია გათვალისწინებული ეს მიმდინარე ოპერატიული საკითხები, რომელიც ყოველდღიურად ჩვენ საქმიანობას ეხება. თუ შეიძლება თითოეულ საკითხთან დაკავშირებით კეჭისყრა ჩავატაროთ კომისიის შექმნა არ იგიგდება? თუ შეიძლება ორგანიზაციულ საკითხებში სწორედ მაგას გულისხმობ ბატონ დავით. დღის ეს იქთან დაკავშირებით შეკითხვები თუ არ არის, თქო ხელისაწვევი დაგვიდასტუროთ აღნიშნული დღის ეს იქით თუ იმუშავებს საკითხებში. ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო და კოორდინატორი და როგორ მოხდა? კიდევ თუ როგორ მოხდა? ძალიან პარტიაში. ძალიან ხოთ ფესვ შეუშლით საკრებულოს საქმიანობას. კიდევ შეგიძლიათ დაასახელოთ კიდევ თუ არის კანდიდატურები. ხოთ. აგე როგორ არის გაატარეს? არ არის სხვა კანდიდატურა? კი ბატონო. ვიცი რომ არის კაცია პატიოსანი და გადახდა მაფიოზების უყოლა რა. აკეთეთ 4 წელი ფული და ეხლა დაიხით 20 წელი და რაღაც უბედურებებს აკეთეთ. დამაფიქსიოს დამაპატიმროს პოლიცია გუტყულად ვიზახ. ეს არის შეკრული მაფია, რომელიც აი დიქტატის ქვეშ და უბედურების ქვეშ რა. ერთგვარეთის მიმართ. ეს გარიგებული ხალხია სულ. ანა 5 წუთში შეისო დარბაზი ისე. რომელს რაიონის ფაფაზე დადებული ხარ. ხალხი და თავიანთი ხალხი და არ შეიძლება. დარბაზი ჩაატარე. დარბაზი ჩაატარე სანაპიროებია. ძალიან ხო შევწყვეტ შაშალე ვაცხადა ჟურნალისტები ჟურნალისტები ვაცხადა
შენ არ ახარ როგორ შეხეს რომ იხარი კაი ბიჭების და ქურდებს თუ იცნობ არა კაი ბიჭების გაბრული პლაკატები რატო ჩამოხიო არა ისავ რა მე აქ ვიც კაცით გა ყველას კაი ბიჭებსა ქართული ოცნება დაციონალური შეერა ქურდული მენტალიტეტის მატარებელი შენ ხარ ქურდული მენტალიტეტის მატარებელი ჯერო დადიხარ ყველას აი გახარ რა აი გახარ ელინა ვარ შენ მაგას გაჩვენ პოლიციაში კი არა მიდის აკოდა ის ბანო რაფიოზე მაიკა სხდომა მორჩა არა კაცო შესვენება იყო მუშაობა შეიძლება აი გეკითხებ რა არა დაიშალენით პატივსავ ცემ შენ ოჯახს მაგრამ სულ ყოველთვის იყავი ნაციონალების კოორდინატორი ჩემო ვისეუბნები ავთოს მეუბნები ყოველთვის იყავი ნაციონალი და არჩენების შემდეგ როგორ გახდი მაიმუნი ხარ შენ მაიმუნი შენ ახარ ავთო ხელადაც მეუბნები მე მეუბნები შენ სიმართლეს გონი ხედავთ რა სიტუაციაც არის ფაქტიურად გააჩვენება არ მიმუღია საკრებულოს ფაქტიურად ხელი შეშლა მიმდინარეობს საკრებულოს სტუმრისა იმაჩნია რომ სუმა უნდა გადაიდოს და დამეთანხმა საკრებულოს უმრავლესობა რამდენი ხნით გადაიდება გადაიდება ორშაბათისთვის როდის დაგეთანხმა ხა აქ იყო შეთანხმება აგერ არის გადაიდოს ეს ვინ არის მართლა ეს სადიყავით ბიჭო რას ვითხოვდეთ ჩვენი ხელფასიდან, ჩვენი შემოსავლებიდან, ჩვენ ვართ გადამხდელები. ჩვენიდან ეძლებათ ამათ ხელფასები და შეასრულონ თავიანთი მოვალეობა დროულად. თქვენ ვეთანხმებით იმ ბრალდებებს, რასაც გიყენებენ ოცნების წარმომადგენლები. არც ერთ ბრალდებას არ ვეთანხმები, ეს იყო ანგაჟირებული ხალხი, რომელსაც რა უნდა თვითონ არის. და ნაციონალურ მოძრაობის წევრი ხომ ხარ? არ ყოფილიო არასდროს, ბატონო. არასდროს? ბიძაშვილი თუ და სულ შტაბში იყავით წინასაარჩევნო ნაციონალების შტაბში აგეთ წინ და აცხადებენ რომ ბიძაშვილი წარუდგინოთ, ოღონდ იმ საკრებულოს წევრებიდან. კანდიდატი უნდა წარუდგინოთ. დავსვდეთ და ადამიანებთან გადავწყვიტოთ. ვინ გამოგიძახათ? აქ რატომ დგეხართ? ზემოთ იყო ამბავი და ზემოთ არ იყავით და ერთ წამით ვის დავალებით ხართ აქ? ლაპარაკი არიცით? ვფიქრობ ამ სიტუაციაში თვითონ საკრებულოს წევრებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ან სხდომის გადადების ან სხდომის გაგრძელების შესახებ. ამ შემთხვევაში ზეწოლა საკრებულოზე ნებისმიერი პირის მიერ არის დაუშვებელი. ჩემი აზრით იმისთვის რომ სხდომა წარიმართოს შემდგომში კანონის თანახმად აუცილებელია იყოს დაცული წესრიგი და სამართალდამცავებმა უზრუნველყო წესრიგი საკრებულოს სხდომის მიმდინარეობის დროს.